თავარი ახლა ნახოთ ჩვენი ათლეტის, ჩვენი ფავორიტის შესაძლებლობები და იმედიანად შევწკერით. კი. ლერი არის აჭარიდან, ხულოდან გახლავთ, ზოგადად აჭარის საჭიდაო სკოლა ერთ-ერთი წამყვანია ბერძნულმა ჭიდაობაში საქართველოში, იყო პერიოდი და ეხლაც არის პერიოდი, თქვათ, რომ ძალიან ბევრი თითქმის ნახევარი ნაკრები შეიძლება აჭარის რეგიონიდან იყოს და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ძლიერი წარმომადგენელი სწორედ ამ სკოლის არის ლერი აბულაძე. მისი პირადი მცნელი ავთო აბულაძე, მამამისი, ასევე მას ძმა ყავს ოთარ აბულაძე 72 კილოგრამში. ერთხელ იყო მომენტი, როდესაც ძმები ერთად გახდნენ საქართველოს ჩემპიონები. ზოგადად საჭიდაო ოჯახი აქვს ლერის. აბა ნახოთ პირველ პერიოდში ხა ის გამოარჩევენ პასიურად. ცოტა მეტ აქტიურობას თვითონ აზერბაიჯანელი ჩენს, შეიძლება ტაქტიკური სვლაც კი იყოს ლერის მხრიდან. პირველში თქვა აჩვენოს პასიური და მეორეში გააქტიურდეს ბოლოკულის პრინციპი. არაერთხელ თქვა ყოფილა მომგებიანი. კი ბატონო, პირველი ჩვენებური გამოარჩიეს პასიურად. აბა უნდა დავიცვათ ახლა ეს არ უნდა მივცეთ საშუალება. კარგად მოძრაობს ჯერჯერობით. აი თავი დამოწიო კი უკან ნახა გეგეშიძე მიქა. არა და კარგად დახურა ოჩა და აიღო კულა. დავწინაურდით. ძალიან კარგად გამოიყენა ლერი მეხამეტოქის ეს შეცდომა. ახლა თვითონ შეძლებს მე მგონი, ოფიციალურად წამოწია. აბა მაღალი ამპლიტუდით 4-იანი იქნებ. აბა უნდა დავატრიალოთ. კარგად ყავს წამოქაჩული. ფეხზე მანიპულირებდა იქ. თითქოს, მაგრამ არაუშავს ეს თავარია ეს მომენტი ახლა საჩვენოდ გადაწყდა. ძალიან კარგად დაუხურა ახლა ეს ეპიზოდი. 1 წუთით შეება შეხვედრის პირველი პერიოდის დასრულებამდე. ჩელენჯი მოითხოვა ჩვენი ნაკრების თავმჯდომარემა ლადო გეგეშიძემ. ნახოთ ახლა იქ გამეორებაზე. აიყო ახლა ამის აუცილებლობა. ფეხზე მანიპულირებაზეა საუბარი. თუ გაუმართლებით ისევ ჩაგვიყენებენ პარტერში და ლერი გააგრძელებს, ან გაფრთხილებას მიაცემინებენ, აბა ვნახოთ აქ. ვიცი. აქედან თითქოს ხო ამ რაკურსიდან იმდენი არ გამოჩნდა ხა. O gözlüğü ikincisi. Bırak. O yorulmak sen ikincisi gözlüğü. İşlemek lazım yorarsan onu. Bir de yormaz. Yormak lazım. წავაგეთ სამწუხაროდ ეს ჩელენჯი და 2-1 დაწინაურდა. ხო, ამას ვამბობ, რა საჭირო იყო ახლა ამის აუცილებლობა ამის იყო. ფულას ტყილა აძლო, როცა შეიძლება იქიდან დაინახა, რომ თქვათ აშკარა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ არ გადაწყდა ჩვენ სასიკეთოდ. თუმცა მეორე პერიოდში გვექნება, რა თქმა უნდა, შანსი ამასობაში პირველ პერიოდის დასრულებამდე საკმაოდ დრო არის 40 წამი რჩება. აბა 20 წამი პირველ პერიოდის დასრულებამდე. აქ მე მგონი აქ აღარაფერი შეიძლება და მთავარი პერიპეტიები უკვე მეორე პერიოდში გადაინაცვლებს. ლერიმ საფინალო გზაზე 3 მეტოქე დაამარცხა თურქი ბასარი, რომელიც ვიხილეთ ჩვენ წინა შეხვედრაში პირველივე ესე იგი შეხვედრაში შეხვდა ლერის მერვედ ფინალში 4-3 დაამარცხა, შემდეგ უკრაინელ ხრუშინს მოუგო და ნახევარფინალში გუშინ, რომელიც ვიხილეთ ფრანკ კლემენს მოუგო 3-1.
ეხლა თავიდანვე აქტიური ჭიდაობა გვმართებს, რომ პარტერში ჩავაყენებინოთ მეტოქე, რითაც უკვე წინ გავალთ, გათანაბრდება ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ. აიქ. თუმცა ამისთვის აქტიურობა მართებს ლერის ცოტა მეტი. პირველში თავად ჩააყენებს, ამიტომ ცოტა უპირატესობა აქვს. ეხლა ამ კუთხით რომ დიდი ალბათობით მეტოქე უნდა ჩაუყენონ პარტერში. დაიწყო მეორე პერიოდი. ორივე აქტიურად ჩაება. აბა. ხო, აზერბაიჯანეს არ უნდა ეხლა რომ ჩადგეს და ცდილობს რომ ძალიან აქტიური იყოს. თუმცა არც ლერია ნაკლებად აქტიური, ასე რომ ცოტა უნდა დაამატოს ეხლა ლერიმ კიდე ცოტა მეტი. მაღალ ტემპში მიმდინარეობს შეხვედრა, ორჯერ დაქნევაცადა თქვა აზერბაიჯანელმა, მაგრამ წარუმატებლად აქ დრო მოვიდა, კი ბატონო, პასიურად აფასებენ მამადოვს და ანგარიში ხდება 2-2 ლერი აბულაძის სასარგებლოდ. პირველ ჯერზე თქვა არ გამოგვივიდა ეხლა პარტერი, ეხლა ვნახოთ სხვათაშორის ერთ-ერთი ძლიერი პოზიციაა, კარგად იყენებს ხოლმე პარტერს ლერი, ამჯერადაც ვნახოთ იმედია გამოიყენებს ეხლა და დაატრიალებს. თუ არა და მაინც უკვე 2-2-ზე ამ ანგარიშზე ვამარცხებთ მეტოქეს. ახლა მცირე გაუგებრობა თუ გაგრძელდება ახლა აქ. ნუ ეხლა ემოციურია რა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში ახლა ფინალია და ემოციები გააძევეს მაინც. ხო, ემოციები ჭარბად არის. გესმით ალბათ. კი, უნდა დაატრიალოს ნამდვილად, ყველას ეს გვინდა. აბა ვნახოთ. შეკრა ხელი. აბა ცოტა უნდა იჩქაროს. დავიდა. მოკლედ ტრიალზე გადავიდა. არის. თითქოს ცოტა დაგვაკლდა. ძალიან ახლოს იყო ეხლა დატრიალებასთან, კიდე ერთიც დაშეგვიძლია, აბა ლერი ცოტა იჩქარე. თორე დგომს მოგცემენ, თუმცა 2-2 ჩვენ სასარგებლოდ. აი ძალიან ახლოს ვიყავით, სულ ცოტა დაგვაკლდა ეხლა რომ ტრიალი შეესრულებინა. ძალიან დაძაბულია მდგომარეობა. ახლა შემოგვიტევს რა თქმა უნდა მამადოვი და კოდრიერიში, აი ძალიან გვიტევს, ამიტომ აქ სიმყარე, სიმდგრადე. და გამოცდილება აუცილებლად უნდა გამოიყენოს ახლა ლერიმ. მეტი აქტიურობა მართებს ახლა ლერი აბულაძეს. ჩააყენეს მეორედ. აბა იქნება მესამე მცდელობა ზოგადად დატრიალების. აი მას გონია რომ აზერბაიჯანის გონია რომ ქართველი უნდა ჩადგეს. თუმცა საჯმა რაც უთხრა იმას ჯობია დაემორჩილოს. რა, კურიოზული სიტუაცია შეიქმნა, იმიტომ რომ ვერ გაიგეს ეხლა. შეიცვალა. აჰა. სად შეეშალა, კი ეხლა როგორც წესი ესე მალე არ აყენებენ პარტერში. თუმცა საჯისთვის დაეჯერებინა და აზერბაიჯანი ჩამდგარ იყო, კარგი იქნებოდა უფრო გამოიყენებდით ამ მის შეცდომას. თავარი ეხლა თავი დავიცვათ აქ, აბა ვნახოთ ლერი. კარგია, ყოჩახ. აქ უკვე დრო გადის და დგომი უნდა მიცეს ეხლა საჭმამ ძალიან ბევრი ჰქონდა შანსი. ბევრი აცალა უკვე. კი ბატონო, არაფერი გამოუვიდა, იმედია რომ დგომშიც არაფერი გამოვამოწინააღმდეგეს და ლერი მიიყვას ამ შეხვედრას ბოლომდე. 1 წუთი რჩება შეხვედრის დასრულებამდე, უნდა გაუძლოთ ამენაირად. ამ ანგარიშით ვამარცხებთ ჩვენ აზერბაიჯანელ მამადოვს. ოღონდ ცოტა აქტიურობა გვმართებს აშკარად, იმიტომ რომ საკმაოდ მონდომებული აზერბაიჯანელი. 40 წამი დრო ბევრია.
ერთი ქულისთვის დრო ბევრია. კარგად გას ლერი, კარგად იცავს თავს, არანაირი შანსი არ უნდა მიცეთ, ხელს უკავებს, ეხა უთიშავს. აბა ცოტაც. ზონასთან ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, კარგია, ცენტრში შემოვედით. 20 წამი რჩება შეხვედრის დასრულებამდე, ახლოს ვართ ოქროს медаლთან. აბა, ცოტა ამოსუნ თქვა აზერბაიჯანსაც ჭირდება და ეს ჩვენთვის მომგებიანია გარკვეული წამები დაიკარგა 10 წამი და ნუ აქ ახლა იმედია რომ არაფერი უცნაური არ მოხდება. 3 2 1 არის ლერია ბულაძე როგორც იქნა მესამეც დიდ მესამე და სამართალიო ნათქვამია მსოფლიოს ჩემპიონი ხდება გენაცვალე ულოცავ თელ საქართველოს დამსახურებული ოქროს медаლი მოვიპოვეთ. ვის იმედიც ქონდა ნამდვილად გაგვიმართლდა და დიდი მადლობა ლერის გილოცავთ შემოგვიყვება ქართული სპორტის ჭიდაობის და ძალიან გაგვახარა ლერი. ძალიან სანუგეშო იყო ნამდვილად ეს ოქროს медаლი, იმიტომ რომ მაჟორულ ნოტაზე დღეს დავასრულებთ ამ ჩემპიონატს და ქართული ჰიმნი აჟღერდება ბელგრადში. ლერია ბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია, გილოცავთ კიდევ ერთხელ. ძიმე ბრძოლა მოგვიწია, რა ვიცი, ყველასთან, საჯთან. მაგრამ საბოლოოდ შევძელით და მოვიპოვეთ ეს ნანატრი ოქროს медаლი. ეხლა მე მინდა ამით თქვა, რომ ლერიმ ყველაფერი მოიგო. ამ წონით კატეგორიაში გახდა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, ასე რომ მას შეუძლია უკვე ოლიმპიურ წონით კატეგორიაში გადავიდეს და ოლიმპიადაზე თქვას თავის სიტყვა. რადგან ესეთი პოტენციალის და რესურსით და ნიჭის მქონე სპორტსმენი ნამდვილად იმსახურებს ოლიმპიადაზეც медаლს და გასვლას. ასე რომ